ჩვენ ძალიან გვიხარია დღეს აქ ყოფნა. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. გმადლობთ ალატრა მოძრაობის მოწვევისთვის. ჩვენი პრეზიდენტი მარინა ოცინოვა დღეს ჩვენთანაა, ისევე როგორც პასტორი მარკ ბერნსი. ისინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდნენ და ყველას დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. გმადლობთ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. გთხოვთ, გვიამბეთ ცვლილებების გლობალური ლიდერების სამიტის შესახებ, რომლის მე-10 წლის თავს აღნიშნავთ და იმ გზის შესახებ, რომელიც აქამდე გაიარეთ. ძალიან მიხარია თქვენი მობრძანება. მე მჯერა, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია და ის ნამდვილად ემთხვევა იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გმადლობთ, პასტორ ბერნს, საოცარია, რომ ასეთი თანამშრომლობა განვითარდა ჩვენს გზაზე და რომ თქვენ აქ ჩამოხვედით. მე ვფიქრობ, რომ ღმერთი ნამდვილად გვიძღვება. ხშირად ის, რაც დამთხოვად გვეჩვენება, სინამდვილეში იმ მოგზაურობის ნაწილია, რომელიც სამყაროს შეცვლისკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ გვეძახიან ცვლილებების გლობალურ ლიდერებს. ჩვენს ორგანიზაციას AIS-ი ჰქვია, მოწინავე კვლევებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტი. ჩვენ გვჯერა სამეცნიერო დიპლომატიის ძალის და ვმუშაობთ მრავალფეროვან სფეროებში. თქვენ საოცარ საქმეს აკეთებთ და ჩვენ ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ ძალების გაერთიანებით. მე ვხედავ მრავალ შესაძლებლობას ერთობლივი პროექტებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ამიტომ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ამ მისიის ჩვენთან გაზიარებისთვის. მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და სამყაროს შეცვლა. რამდენიმე სიტყვა თქვენი წიგნის შესახებ: ტრანსცენდენცია, კვანტური ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და კაცობრიობის მომავალი. როგორ უკავშირდება ეს თემები ერთმანეთს, ხელოვნური ინტელექტი და მორალური და ეთიკური საკითხები? ამ სფეროში მუშაობა დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყეთ. და მივხვდით განსაკუთრებით ახლა, კვანტური ტექნოლოგიების მოსვლასთან ერთად, რომ კვანტური ფიზიკა ნამდვილად გვეუბნება, რომ ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ. წმინდა წერილი ასევე ამბობს, რომ ჩვენ ყველანი ერთი ხორცისა და სხეულის ნაწილები ვართ. ამ გაგებით იმის წაკითხვასთან დაბრუნება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და რაც ღმერთმა გადმოგცა, ერთიანობისა და თანამშრომლობის ეს გზავნილი იდეალურად ეხმიანება მეცნიერებას. თუ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს დავაკვირდებით, მე ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც ამბობს, მოდით შევწყვიტოთ ბალანსზე საუბარი. ბალანსი სტაგნაციაა. სტაგნაცია სიკვდილია. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. ჩვენ გვჭირდება ტრანსცენდენტირება, არა როგორც ჩვენი ბედისწერისგან თავის დაღწევის გზა, არამედ როგორც ერთმანეთთან დაკავშირების და ჩვენი ადამიანური არსებობის ღვთაებრივად გარდაქმნის გზა, ენერგიად, სუფთა ენერგიად. ფიქრობ, სწორედ ეს გვაერთიანებს ყველას. გმადლობთ ამის გაზიარებისთვის. ცვლილებების მსოფლიო ლიდერების სამიტი ვატიკანის პონტიფიკალურ აკადემიაში იმართება. რა როლს ასრულებს ვატიკანი საზოგადოების ეთიკურ განზომილებაში ამ რთულ დროს? ფიქრობ, რომ ვატიკანი და პონტიფიკალური აკადემიები მთავარია. მე პირადად წარმოვადგენ პონტიფიკალურ თეოლოგიის აკადემიას, მაგრამ ხვალ ჩვენ პონტიფიკალურ მეცნიერებათა აკადემია გვიმასპინძლებს. და მე ვფიქრობ, რომ ეთიკის, ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და კვლევის კომბინაცია და მათი ყოფნა ისეთ წმინდა ადგილას, როგორიც ვატიკანია, ნამდვილად უდიდესი უპირატესობაა. თითქოს 1+1 უდრის არა 2-ს, არამედ 11-ს. ასე მესმის მე ხელოვნების, მუსიკის, მეცნიერების, თეოლოგიისა და ეთიკის გაერთიანება და ამას უზარმაზარ ენერგია და ძალა მოაქვს. მოვისმინე პასტორ ბერნსის საუბარი ვაშინგტონში უკრაინის რეკონსტრუქციის სამიტზე და ამ ენერგიით ნამდვილად შთაგონებული ვიყავი. სწორედ ეს ენერგია, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, მათ შორის თქვენს ორგანიზაციასთან. ფიქრობ, შესანიშნავია საერთო მიზნისთვის გაერთიანება. ჩვენ წარმოუდგენლად გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია იდეების გაზიარება და ასეთ შესანიშნავ ღონისძიებებზე დასწრება და იმის თქმა, რომ შეხედეთ, ჩვენ ერთად ვართ. აი, თქვენც და ათასობით ადამიანით ჩვენთან ერთად. ჩვენ პირდაპირ ეთერში გადავცემდით და რამდენადაც მახსოვს, დაახლოებით 70,000 ადამიანი უყურებდა. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ღია კომუნიკაციისა და ერთად ყოფნის. თქვენ ასევე გამოხვალთ სიტყვით პასტორ მარკ ბერნსის მიერ ინიცირებულ რელიგიათა შორის კონფერენციაზე. რა როლს და მნიშვნელობას ასრულებს თქვენთვის სულიერი დიპლომატია? სულიერი დიპლომატია ფუნდამენტურია. 3 დღეში საუდის არაბეთში მივფრინავ, რათა მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდე.
მე მჯერა, რომ ჩვენი მოვალეობაა იდეების გაზიარება და მაგალითის მიცემა, ისევე როგორც ეკლესიაა ჩვენთვის მაგალითი, რადგან ღმერთი გვაძლევს ამ შესაძლებლობას და მოწოდებას. ჩვენ ყოველდღე უნდა ვიშრომოთ, რათა ჩვენი რწმენა და ჩვენი ცხოვრება აზრი შევმატოთ, რადგან ასე უნდა იყოს. და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. მოუთმენლად ველი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას და ჩემი გამოცდილების გაზიარებას ამდენ შესანიშნავ ადამიანთან. ვფიქრობ, ეს ჩვენი გუნდური მუშაობისა და ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევის მაგალითია. ასე რომ ეს მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობაა. დიდი მადლობა. მოუთმენლად ველი ამ მოგზაურობას. ჩვენც მოუთმენლად ველით თქვენს ნახვას კონფერენციაზე, რადგან თქვენ მოტივატორი ხართ და ადამიანებს მოქმედებისკენ შთააგონებთ. რა გაძლევთ მოტივაციას ყოველ დღე? ჩემი მოტივაცია ძალიან მარტივია. სიამოვნებას მანიჭებს გაზიარების შესაძლებლობა და ვხედავ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ გვაქვს სწავლისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ჩვენი მოვალეობაა ეს გავუზიაროთ ერთმანეთს და არ მივიღოთ მხოლოდ საკუთარ კუთვნილებად. ასე რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ დროში, როდესაც ყველა საკუთარ თავზეა კონცენტრირებული და ეგოისტია, საზოგადოებამ უნდა თქვას, არა, ეს არ არის სწორი გზა. სწორი გზა გაფართოებაა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ მომწონს სიტყვა მდგრადობა. სიტყვა მდგრადობა მომდინარეობს ლათინური ძირიდან თანაბარი ძალით წინააღმდეგობა. მე არ მჯერა თანაბარი ძალით წინააღმდეგობის. მე მჯერა აყვავებისა და უფრო დიდი ძალის გამოყენების. იესო ქრისტე არის სიყვარული და გაზიარება, ეს შესანიშნავი საჩუქარი მთელი კაცობრიობისთვის. ასე რომ ჩვენ წინ მივდივართ და მიგვაქვს ეს გზავნილი. და იცით, ეს ცვლის სამყაროს. დიდი მადლობა. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ალატრა მოძრაობის შესახებ. ალატრას მოხალისეები, ესენი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანებული ადამიანები, სხვადასხვა რელიგიის, კულტურისა და პროფესიის წარმომადგენლები. ისინი სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების აქტიური მონაწილეები არიან, რომლებიც ცდილობენ ჰუმანისტური და უნივერსალური ღირებულებების, გარემოსდაცვითი საკითხებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა მაქვს. რა გზავნილის გადაცემა გსურთ ალატრას მონაწილეებისთვის და რას უსურვებდით მათ? მინდა ვთქვა შემდეგი. ხშირად ხვდები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმებს, და დღეს ჩვენ გამიმართლა, რომ ისრაელიდან ჩამოსულ მეგობრებს ვესაუბრეთ. ჩემი გზავნილი ასეთია, მეცნიერებას საზღვრები არ აქვს. სამწუხაროდ პოლიტიკა ყოველთვის არ ასახავს ადამიანების ინტერესებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ როგორც მეცნიერებმა, როგორც ძმებმა და დებმა, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოვდივართ, რა ფერისკანი გვაქვს ან რა რწმენას ვაღიარებთ. ჩვენ უნდა დავდგეთ ამ ყველაფერზე მაღლა და გავერთიანდეთ. ძალიან დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. განსაკუთრებული მადლობა დღევანდელი პრეზენტაციისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მოუთმენლად ველი კიდევ ერთხელ შეხვედრას ჩვენი კავშირების გასაღრმავებლად და შესაძლოა, შემდეგ ჯერზე ერთობლივი ღონისძიების მასპინძლობისთვის. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია ერთად განვითარდეთ და გავძლიერდეთ. ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ სასიამოვნო საღამოს. ძალიან დიდი მადლობა.